სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. მას შემდეგ, რაც 64-ში ჯერ კიდევ ადამმა ღვთის ძახილს, ადამს სადახარ, ადეკვატურად და შესაბამისად არ უპასუხა, დამალა თავის ცოდვა, ზურგიში აქცია, სიცოცხლეს, მარადიულს, შემოქმედ მამას. მის კვალდაკვალ იგივე საკეთებს კაენი და შემდეგ მთელი კაცობრიობა. მას შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ღვთის წყალობით სინდისი მაინც შემოგვრჩა როგორც ასეთი. მაგრამ იგი ძალზედ შევიწროებული, ძალზედ შეწუხებული, დადგუნული, ზოგ შემთხვევაში საერთოდ გამქრალიც არის ადამიანში და ამის მიზეზი არის სწორედ ის ჩვენი დაცემული ბუნება, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ატარებს. პრობლემა ძალიან სერიოზული იყო და არის. იმიტომ რომ ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს სასუფეველში მყოფობას, რაც ნიშნავს ღმერთთან ყოფნას. ღმერთთან ყოფნას იმგვარად, რომ ღმერთის მსგავსი უნდა იყოს, სხვანაირად მასთან ვერ იქნები. ეს შესაძლებელია მხოლოდ ადამიანის თავისუფალი არჩევანით. ჩვენ უნდა გვინდოდეს ეს. შეიძლება ხა თქვენ თქვათ, რომ გვინდა, აბა არ გვინდა, მაგრამ ხომ გაგიგიათ ქართული გამოთქმა ამირანგულში მღეროდაო. თუ გვინდა სადავართ. რატომ შესაბამისად არ ცხოვრობთ? რატომ არა გვაქვს ადეკვატური ქცევები? ჩვენ ხომ მორწმუნეები ვართ. რატომ ვერ მოვერიეთ აქამდე ჩვენს ეგოიზმს, ჩვენს შურს, ჩვენს ანგარებას, ჩვენს პატივმოყვარეობას? რატომ ვერ ცხოვრობთ სინდისის მიხედვით? გესმით? რატომ გჭირდება ახსარებები ხშირად? რაშია საქმე? იგივე პრობლემის წინაშე ვართ. ჩვენი სინდისი ვერ მუშაობს სწორად. იგი ჯერ ერთი გასწორებული უნდა იყოს ღვთისნებაზე და ღვთისნება ჩვენთვის ხშირად დაფარულია. ან თეორიულად შეიძლება ვიცით, მაგრამ მუდამ ვივიწყებთ და არ გვახსოვს. ამიტომაც არის ინტენსიური კითხვა წმინდა წერილისა საჭირო. იმიტომ რომ მუდამ მივიწყებს ადამიანი, იმიტომ არის წმინდა მამების კითხვა საჭირო. იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ვივიწყებთ ღვთისნებას, რა უნდა ღმერთ ჩვენგან. შესაბამისად სინდისი აღარ მუშაობს სწორედ და სინდისი როგორც ესეთი მოღალატე გადაეწყობა ხოლმე ჩვენს სიმართლეზე, ჩვენს ნებაზე, ჩვენს უკეთურ ნებაზე, სხვა ნება ჩვენ არა გვაქვს, მინდა იცოდეთ. მხოლოდ უკეთური ნება გვაქვს. ჩვენი სიმართლე მხოლოდ უკეთური სიმართლეა. იმიტომ რომ ის არ არის თანხვედრაში ღვთის სიმართლესთან, ღვთის ნებასთან და ჩვენი სინდისი ესე გადაეწყობა ხოლმე და ჩვენვე გვატყვილებს. ჩვენვე გვატყვილებს. და შვიდდება და სინდისი რომ შვიდდება, ადამიანი აღარ ნერვიულობს და მას ექმნება ილუზია იმისა, რომ იგი მართალია. გახსოვთ უფალი როგორ ამბობს, თქვენ რომ დაგხოცავენ, ქრისტიანებს ეუბნება. თქვენს ჯალათებს ეგონებათ, რომ ღმერთს ხორპლი შეწირეს. ეს რას ნიშნავს? სინდის თავისუფალი ექნებათ. ღვთისათვის სათნო საქმეს აკეთებენ, ქრისტიანებს რო ხოცავენ, ქრისტიანებს რო ავიწროვებენ. შეიძლება ასეთი მასშტაბით ეს ჩვენ არ განგვიცდია, მაგრამ აბა გავიხსენოთ ჩვენი ურთიერთობა მოყვასთან. ხანდახან როგორ ჯიქურ, რისხანებით, ჩავწიხლავთ, გადაულით. მე რამდენჯერ ყოფილა, რომ გვიფიქრია, რომ არა, არ ვიყავი მართალი. გესმით? საკუთარ თავს როცა რევიზიას უკეთებთ და იმ მომენტში როგორი მდგომარეობა გქონდა, მართალი გონია საკუთარი თავი ადამიანს. ღმერთი დაგვეხმარა, გვეხმარება თითოეულ ჩვენგანს და ღმერთი ეხმარება მთლიან კაცობრიობას, რომ მოხდეს აი ამ მდგომარეობის, რომ სინდისი კარგად არ მუშაობს ჩვენში, ამ მდგომარეობის ლუსტრაცია. როგორ ხდება ეს? და დღეს ვისი ხსენებაა? იოანე ნათლისმცემლის. იოანე ნათლისმცემელს ჩვენ თამამად შეიძლება უწოდოთ კაცობრიობის სინდისი და ეს სინდისი საკმაოდ მძლავრად მუშაობდა. რა თქმა უნდა, იმ ვიწრო რეგიონში, მაგრამ ის რეგიონში ერთგვარი მოდელია მთელი სამყაროსი. რაც იქ გათამაშდა, მთელ სამყაროში იგივე ხდება და დღესაც იგივე ხდება. ანუ ის რომ თქვათ ეხლა 21 საუკუნე არაფერი არ იცვლება. იმდენად მძლავრი იყო ღვთისაგან მომიჭებული ენერგიის მიერ, ანუ მადლის მიერ იოანეს მამხილებლობა, ანუ იოანე როგორც სინდისი,
რომ აი წარმოედგინეთ სხვა შემთხვევაში რომ ღვთისგან არ ყოფილიყო ეს ვინ მიაქცევდა იოანეს ყურადღებას არავინ არ იცნობდა მთელი ახალგაზრდობა სადღაც უდაბნოში გაატარა თავისთვის საჭმელს ეგარ ჭამდა სასმელს ეგარ სვავდა ურთიერთობა არავისთან არ ჰქონდა მეგობარი არ ყავდა ნუ მე მოწაფეები შეიძინა თავისთავად ცხადია სხვათა შორის წმინდა მამები იოანეს ქრისტეს მეგობარსაც უწოდებენ მაგრამ ეს შემდგომ ხდება უკვე თორემ მანამდე ის არც ქრისტეს არ იცნობდა ტანსაცმელი მას არ ეცვა არ ვიცი ეხლა რამე ესეთი განსაკუთრებული ცივილიზაციის და კულტურის მწვერვალებს და მეცნიერების არ მწვდომია ერთხელაც გამოჩნდა უცებ და საკმაოდ ენერგიულად დაიწყო ყველას მხილება გარშემო და როგორი სიტყვებით ამხელს თუ გახსოვთ თან მასთან როგორი ხალხი მოდის ფარისეველნი, სადუკეველნი, მწიგნობარნი, მეზვერენი, მებაჟეები, მეომარნი, მხედრები, ანუ ეს წარჩინებული ფენიდანაც, ელიტიდანაც იქ მერე ხო მეფესაც მიწვდება მისი ხმა და ეწყობა მეფეს გაივლის იქ და ანუ და ყველანაირი უბრალო ხალხიც როგორ მიმართავს გველნო, ნაშოვნო, იქედნეთანო, იქედნ ანუ ესე იგი საშნელი სიტყვებით მიმართავს და მე იმეც კი არ აძლევს ვინ გიჩვენათ თქვენ სილტოლა მომავალისა მის სასჯელისაგან ყავთ უკვე ნაყოფი სინანულისა თქვენი ეს მოსვლა მე მოდიან შეძრწონებული აი რამ შეაძრწონა ეს ხალხი რამ შეაშფოთა ან მეფემ რა დიდი ყურადღება მიაქცია ხო განსაკუთრებული იფიქრებდა ვიღაცა გადარეულია და არც მიაქცევდა ყურადღებას მაგრამ არა მთელი ისრაელი შეიძრა შეიძლება ასე ითქვას რატომ იმიტომ რომ ის იყო სინდისი მაშინ ისრაელიერისა შესაბამისად მთელი კაცობრიობისა დღესაც რო უყურებ ის არის სინდისი და მისი თავის კვეთა ნიშნავს იმას რომ კაცობრიობამ საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი მან არ მიიღო იოანეს სინამდვილე იმიტომაც იყო რამდენი მოწაფე ყავდა იესო ქრისტეს მხოლოდ 500 და ეს მდგომარეობა კი არ შემსუბუქებულა ერთი პერიოდი შემსუბუქდა როცა ქრისტიანობამ დაიწყო ზრდა და გარკვეულ აპოგეას მიაღწია და შემდეგ დღეს აი აპოსტასიის ან სრული განდგომილების პერიოდი რო იწყება ესქატოლოგიური მოვლენები ვითარდება და შესაბამისად კაცობრიობა შეგნებულად უკვე გაქრისტიანებული კაცობრიობა უარს ეუბნება ქრისტეს და რა თქმა უნდა დღევანდელი მდგომარეობა გაცილებით მძიმეა ვიდრე მაშინ ამიტომაც ჩვენ იოანე ნათლისმცემლს თავს კვეთავთ მუდმივად არა მარტო წარსულში არამედ დღესაც ყველგან საქართველოშიც თავს კვეთავთ ჩვენ იოანე ნათლისმცემლს კი მაგრამ ჩვენ ხო აი რელიგიურები ვართ ეკლესიაში ვართ იმდენად სასაცილოა ჩვენი ქრისტიანობა რომ ის მართლა რელიგიურობა გახდა პირადი რელიგიური გზნობების დაკმაყოფილებისათვის კომფორტის შენარჩუნებით გახსოვთ მე ადრე გითხარით კომფორტი გინდათ 21 საუკუნის ადამიანები ხართ ეძებეთ კომფორტი გქონდეთ კომფორტი სახში გქონდეთ კომფორტი კაი მანქანებით იარეთ კარგად ჩაიცვით კარგი ჭამეთ კარგი სვით კარგად დაისვენეთ გქონდეთ მაგრამ სულიერ ცხოვრებაში ნუ გექნებათ კომფორტი და ჩვენ აქაც კომფორტი გვინდა ცოტა ხანი ვიდგეთ არ დავიღალოთ გესმით მარხვა ძალიან მსუბუქი გქონდეს ლოცვა ისეთი რა მაინდა-მაინც ძილია ღამე არ გავტეხოთ მუდმივ დაკვირვება საკუთარ გულზე არ გქონდეს და ასე შემდეგ ხშირი ზიარებაც არ გვინდა ან თუ გვინდა მომზადების გარეშე და ასე შემდეგ ანუ კომფორტი გვინდა სულიერ ცხოვრებაში და სულიერ ცხოვრებაში კომფორტი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის მოტყილება ისევ დაჩაგვრა სინდისისა რომელსაც დღეს ჩვენ თავი მოვკვეთეთ აი დღეს საქმე მოციქულთაში პავლე მოციქული მიდის სინაგოგაში და სინაგოგის წინამძღვრებმა შეუთვალეს რომ თუ რამ გაქვთ სათქმელიო საერთოდ ხალხს ეუნებიან თქვითო და პავლე წამოდგა და პავლემ თქვა მომისმინეთო და იცით ხო უსმენენ მაგრამ არ უსმენენ არიღებენ, სხვა დროს გამოაგდებენ, ჩაქოლავენ და ასე შემდეგ. აი პავლე რას ეუნება? ამ ხალხის ისრაელის ღმერთმა, ანუ თქვენმა ღმერთმა გამოარჩია ჩვენი მამები. ამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და ზეს შემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან. ეს ებრაელი ერის ისტორიაა. მამები აბრაამი აამაღლა, მოსი აამაღლა. საქართველოს ისტორიას რო გადავხედოთ, რამდენჯერ ყოფილა ჩვენი ისტორიაში, რომ ჩვენ ერში გამოურჩევია ღმერთს რჩეული მართლაც ერისაგან თვისისა, ხო, რამდენჯერ ყოფილა, რომლის საშუალებით საშნელი კატასტროფული სიტუაციიდან გამოუყვანივართ
მაგრამ ჩვენ მე ისევ მივდრეკილვართ და დღეს თუ რაიმე დღეში ვართ, ცუდ დღეს გულისხმობ, მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალია, რომ ჩვენ ამ გაკვეთილებს ვივიწყებთ და კვლავ საჭიროებთ, რომ გამორჩეული იქნას რჩეული ერისაგან უფლისა, მაგრამ სანამ უფლის ერი არ გავხდებით, ეს რჩეულიც არ იბადება. და მიუხედავად იმისა, რომ როგორ გამოიყვანა ყველასხოლ წაკითხული გვაქვს, რა საოცრებები ხდებოდა. მაგრამ ებრაელმა ერმა ეს დაივიწყა. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში რამდენჯერ ყოფილა, უფლისაგან რამდენჯერ ვართ გადარჩენილი, მაგრამ ჩვენ ამას ვივიწყებთ. 40-ოდე წელს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში. გახსოვთ ხო როგორ ატარებს უდაბნოში და მიუხედავად იმისა, რომ უდაბნოდან არ გაყავს, თვითონ უდაბნოში რამდენი რამ საოცრება ხდება იმისათვის, რომ ეს ადამიანები უცებ გონზე მოვიდნენ, მაგრამ ვერ მოდიან გონზე და იქვე კვდებიან. ჩვენი ცხოვრება ძალიან ხშირად ასეა, აი ადამიანის ცხოვრება, ხო? ღმერთი ზრუნავს მასზე, ხან ერთხელ გამოუჩენს თავს, მეორედ გამოუჩენს, მესამედ, მისი ცხოვრება გრძელდება, უდაბნოში ხეტიალს გავს, იმიტომ რომ წრეზე დადის, იმიტომ რომ არ აქვს მიმართულება ქრისტესკენ. ღმერთს არ გაყავს, მოძრაობს, ხან ერთ ადგილას გამოუჩნდება, ხან მეორე ადგილას და თუ ადამიანმა ვერ დაინახა, თუ ადამიანმა უარყო და თუ ადამიანმა არ მიიღო, იწუწუნა, თქონდათ რტვინვა, უკმაყოფილო, უმადური, როგორც ეს ხალხი იყო უდაბნოშივე კვდები, ანუ უღმერთოდ კვდები. ეს ემართება თითოეულ ადამიანს, ეს ემართება ერს, ეს შეიძლება დაგვემართოს ქართველ ერსაც. ამის შემდგომად თითქმის 450 წლის მანძილზე აძლევდა მათ მსაჯულებს წინასწარმეტყველ სამუელამდე, ზრუნავს მაინც, არ ეშვება ღმერთი. ღმერთი არ ეშვება, არ დაგანებებს თავს, ვიდრემდე არ აგიყვანს სასუფეველში, ვკითხულობთ ჩვენ ევქარისტიულ კანონში, მთლიანობაში, მადლიერების ლოცვაში, არ დაგვანებებს ღმერთი, სანამ იოტის ოდენა იმედიც აქვს იმისა ღმერთს, რომ შენ გადარჩები, არ დაგანებებს თავს, ერი გადარჩება, არ დაანებებს თავს. ხოლო თუ შენ ისე უღმერთოდ წახვედი, ესე იგი შენში ეს წვეთი ვერ იპოვა. თუ ერი გადაშენდა, ანუ ერშიც უკვე შესაძლებლობა აღარ არსებობს, ისე როგორც მთელი ერი განადგურდება, ანტიქრისტე გამეფდება, იმიტომ რომ აღარ იქნება შესაძლებლობა ამ სამყაროში იმ ადამიანების დაბადებისა, რომელსაც ქრისტე მოუნდებათ. მერე აქ ვლინდება საკუთარი ნებას, როგორც თავაზობენ ღმერთს. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი იწყებს ღმერთთან ვაჭრობას, იცი რა არის და თხოვს, მე ეს მინდა, იყავ ნება შენი არა. სასუფეველი ეძება და ყოველივე მოგეცემა არა, არამედ მე მინდა და გახსოვთ ისრაელიაში როგორ ხდება ეს, ჩვენ გვინდა მეფე. მერე მიუხედავად იმისა, რომ საულმა ვერ გაამართლა, ღმერთმა დაუთმო, ღმერთი იმდაბლებს თავს, დაუთმო ისრაელიერის თხოვნას და მათ უნდათ, რაც ღვთისნება არ არის, ღვთისნება არ იყო, მათ რომ მეფე ყოლოდათ. მაგრამ რადგან უყვარს ღმერთს თავისი ერი, რადგან უყვარვართ ჩვენ, ხანდახან ჩვენ გვისრულებს იმასაც კი, რაც მისი ნება არ არის და დავითი მისცა. მაგრამ ამით ისრაელიერი ბედნიერი არ გამხდარა, გესმით რაშია საქმე. ღმერთი მოგცემს იმას, რაც შენ გინდა, მაგრამ შენ ამით ბედნიერი არ ხდები. დავითი ყავდა ცოტა ხანი ამოისუნთქეს, მაგრამ მერე წავიდნენ განადგურებისკენ. ვიმეორებ მიუხედავად იმისა, რომ დავითზე როგორ წერია, ყოველ დავითი კაცი გულისა ჩემისა. მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საბოლოო ჯამში საკმარისი. მაგრამ აქ იყო ერთი რამ მნიშვნელოვანი, რომ ღმერთი ამზადებს თავის ერს იმისათვის, რომ იქ იესო დაიბადოს. ჩვენ გვამზადებს თითოეულ ჩვენგანს ამზადებს ღმერთი იმისათვის, რომ ჩვენში მართლა დაიბადოს იესო ქრისტე ჩვენს გულში, მართლა გავხდეთ ქრისტიანები, არა რელიგიურები, არამედ ქრისტიანები. აქ სწორედ პავლე მოციქული უკვე ახსენებს იოანე ნათლისმცემელს. მის მოსვლამდე, ქრისტეს მოსვლამდე, იესოს მოსვლამდე, იოანე წინასწარ უქადაგებდა მთელ ხალხს ნათლისღებას, სინანულისას და გახსოვთ, როგორც გითხარით თავში, ეს ქადაგება ისეთი მძაფრია, ისეთი შემაძრწუნებელია, გახსოვთ ხო, ყოველი ხის ქვეშ დევს ცული. ეს ხე შენახარ, ცულით შენ ფეხებთან დევს. რას ნიშნავს? საცაა მოგჭრიან და ცეცხლში დაგდებენ, გაფრთხილებს, გველს გიწოდებს, იქედნეს ნაშობს გიწოდებს და გეუბნება, რომ სასჯელს ვერ გაექცევი, თუ არ შეინანებ და ანუ თუ არ შესინანული არ არის ერთჯერადი გონზე მოსვლა. ეს არის პროცესი მეტამორფოზისა, რომელიც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ქრისტე გახდეს შენი ღმერთი. აუცილებელი პირობა, რომ მას დაემორჩილო, მას გაყვე, მას შეუდგე. სხვა შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობს. ამის შემდეგ პავლე ამბობს, რომ მოგევლინათო აბრაამის მოდგმის ძენო, ღვთის მოშიშნო
დავითის თავმომავალნო, შეუძლია ხო? ვახტანგ გორგალში თამარის თავმომავალნო, გრიგო ხანძთელის მემკვიდრეებო, ხო შეიძლება ესე მოგმართოს თქვა მოციქულმა, ხო? ეს ხარ გამოფხიზლდით. ამას ეუბნება აბრაამის მოდგმის ძენო და ასე შემდეგ. პავლე ეუბნება მერე რომ აი ხო ესეთები ხართ, მათ ვისი დიდი ადამიანების მემკვიდრეები ხართ, მაგრამ თქვენ განსაჯეთ მიუხედავად იმისა, რომ ერთი ბრალის კი ვერ უპოვეს, სიკვდილი დაჟის ღირსი არ იყო, მაინც თხოვეს პილატეს რომ მოეკლა. ანუ ქრისტე თქვენ მოკალით. მაგრამ მე ახსენებს, რომ ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა გალილეადან იერუსალიმში, მასთან ერთად ამოსულთ და ახლაც მისი მოწმენი არიან ხალხის წინაშე. აქ პავლე მოციქული საინტერესო ფაქტს ამბობს, რომ ახლაც პავლე ხო ქრისტეს არ იცნობდა, მაგრამ პავლე იცნობდა იმ უამრავ ადამიანს, რომელიც ქრისტეს იცნობდა. და ამას ეუბნება ზუსტად, რომ აღადგინა ღმერთმა მკვდრეთით და ის უამრავი, ვინც მისი მკვდრეთით აღდგომის მომსწრია, უამრავი არის თქვენ შორის. წამედგინე ახლა ეს რო არ იყოს ესე ხო ეთყოდნენ, აბა ვინ არის კაცო და არა და უამრავი იყო რა თქმა უნდა ეს ადამიანი. ანუ ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თავზე ესე ვთქვათ, რომ ჩვენ ერში უამრავი ადამიანია დღესაც ისეთი, რომელსაც რეალურად განცდილი აქვს მკვდრეთით აღდგარი მაცხოვარი. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაშიც არის წამები, როდესაც ჩვენ 100%-იანი როგორ თქვა, აი სრულად წმენაში ვართ, რომ იესო ქრისტე ღმერთია, რომელიც აღდგა მკვდრეთით და ჩვენ მას გულში განვიცდით. ეს რომ არ იყოს, ჩვენ მორწმუნეებიც არ ვიქნებით, ჩვენ აქაც არ ვიდგებით. ეს ხდება სულ პერიოდულად, მაგრამ ჩვენ ამას ვივიწყებთ. როგორც მაშინდელმა ებრაელმა ერმა დაივიწყა ეს, როგორც ქართველი ერი მთლიანობაში ივიწყებდა იმ საოცარ წუთებს, წამებს, დღეებს, წლებს, როცა ქართველი ერის ზეობა იყო და იყო მაშინ, როცა ქრისტესთან ერთად იყო. ასე რომ ჩვენ მუდამ ვივიწყებთ ჩვენ გულში უფლის შეხებას, ჩვენს ერში ქრისტეს მყოფობას მუდამ ვივიწყებთ. და შემდეგ პავლე მოციქული აი ამ დავიწყებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მიზეზი გვაქვს, რომ არ დაგვევიწყებინა, გვეუბნება მაშინ იცოდეთ, რომ ქრისტეს მიერ გვეუწყება ცოდვათა მიტევება და მე აქ მოსეს რჯულს ახსენებს და ამბობს, რომ მოსეს რჯულით ვერ განმართლდება მორწმუნე და ჩვენ გვახსენებს, რითაც დავიწყე, რომ ჩვენი რელიგიურობით და ზნეობრიობით ვერ გადავრჩებით, ვერც ინდივიდუალურად და ვერც მთლიერი, სხვა რამეა საჭირო. გადარჩენა ეს არ არის ზნეობრივი სრულყოფილება, გადარჩენა ეს არ არის მოწესრიგებული რელიგიური ცხოვრება, გადარჩენა ეს არის ქრისტესთან პიროვნული ერთობა. ჩვენს გულში მისი დამკვიდრება. ეს არის ის საოცარი მისტიკური მხარე ქრისტიანობისა, რომლის მსგავსი არ არსებობს. ჩვენში ღმერთი უნდა დამკვიდრდეს, თითოეულ ადამიანში ღმერთი უნდა დამკვიდრდეს, მაშინ იქნება ეკლესია ჯანმრთელი. რელიგიური ცხოვრება არ გაამართლებს ადამიანს. და შემდეგ პავლე მოციქულის ბოლო სიტყვები იმედის მომცემია, თუ რა თქმა უნდა ჩვენში ეს რეალიზდება. და ვრცელდებოდა უფლის სიტყვა მთელ ქვეყანაში, საქართველოში. ვრცელდება უფლის სიტყვა მთელ საქართველოში. მე ისეთი ტკივილი მაქვს ამასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ისეთი, ჩემი მდგომარეობის გამო წვდომა მაქვს. ბევრი რამე ვიცი. ჩვენ გულში კი ხელს ვირტყავთ, არსებობენ პირდაპირ ღვთისპირიდან გავარდნილი ადამიანები სამწუხაროდ, რომლებისთვისაც არანაირი სიწმინდე, არანაირი სამშობლო, არანაირი პატრიოტიზმი, არანაირი წინაპარი, არანაირი დედა, არანაირი მამა, არანაირი ეკლესია, არანაირი პატრიარქი, არაფერი არ არსებობს. საერთოდ სამშობლოს სიყვარულთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ აი ძველად უფრო მეტი პატრიოტი იცით რატო იყო? აი შუა საუკუნეებში მაგალითად და გლეხიც კი გამოდიოდა ხმლით იცავდა სამშობლოს და საქართველოს ისტორია ხო გმირების ისტორია. იმიტომ რომ სამშობლო სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო გადარჩენისათვის. მე ხა წარმოედგინე ქართველი გლეხი სადღაც რომ გადაასახლებდნენ გესმის ის შენი გარემო იყო, შენ ენაზე მეტყველებდნენ, შენი კულტურა იყო. სხვაგან გათქვეფით ის იღუპებოდა, ფიზიკურადაც კი იღუპებოდა. ამიტომ სამშობლო ეს იყო ციხესიმაგრე, რომლის გადარჩენაც იყო შენი გადარჩენა და პირიქით და შენი შვილების გადარჩენა. დღეს ამის განცდა დაეკარგა ქართველ ახალგაზრდას. მას გონია, რომ რა არის ახლა სამშობლო? აი როგორ საბჭოთა კავშირის დროს ახალგაზრდას ჰქონდა, რომ საბჭოთა კავშირი იყო მის სამშობლო და ამიტომ ქართულ ენას არ ისწავლიდა, რუსულ სკოლაში ივლიდა და სადღაც, აი რაღაცა ეს ინტერნაციონალური აზროვნება რო ჰქონდა.
დღეს მსგავსი ოღონ უფრო მეტი, არა საბჭოთა კავშირის მასშტაბით, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ადამიანი ფიქრობს, რა საჭიროა საქართველოს სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი. რაში მჭირდება? ადამიანი ესე ფიქრობს, რაში მჭირდება? და ვერ გადავრჩები, აი ამერიკაში წავალ, ევროპაში ვიცხოვრებ და ასე შემდეგ. მაგრამ ასე დროს ადამიანს ავიწყდება, რომ გადარჩენა მარტო ის კი არ არის შენი ხორცი გადარჩეს და გემრიელი საჭმელი ჭამო. არამედ გადარჩენა, მთავარი გადარჩენა ადამიანის სულის გადარჩენაა და სამშობლო ჩვენ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ის არის მართლმადიდებელთა ქვეყანა, რომლის ადრეს ბევრჯერ გვითხოვს, ხო, რომლის კულტურაში მყოფი ადამიანი იოლად იღებს ქრისტეს ღმერთობას და ყოვლადწმიდა სამება ღმერთს იოლად იღებს და იოლად ხდება ეკლესიის ნაწილი და იოლად გადარჩება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გავიაზროთ, გავითავისოთ ჩვენთვის დღეს პატრიოტიზმი რა არის თუ ეკლესიას არ დაუკავშირდა. ამის მაგალითი ხშირად მიწევს, მე თქვა ამერიკაში ან სხვადასხვა დიასპორებში ყოფნა და იქ იცით როგორა ჩანს, ის ქართველები, რომლებიც ეკლესიის გარშემო არიან, მათ ერთობა აქვს და ქართველობა მეტად შენარჩუნებული აქვს. ხოლო ისინი, ვინც ეკლესიას არ ეკარებიან, არათუ შვილებმა თვითონაც უკვე ქართულ ენაზე აღარ მეტყველებია. ასე რომ საქართველოს გადარჩენა, ეკლესიის გადარჩენა ეს განუყოფელია. ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ქრისტიანობა გადაგვარჩენს და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვათ ეკლესიას არ ვლანძღავთ და არ ვჩხუბობთ მასთან და თითქოს პატრიოტებიც ვართ და ეკლესიაც გვიყვარს, მაგრამ არ არის ეგ საკმარისი. ეს ზედაპირული რელიგიურობა და ზედაპირული პატრიოტიზმი არსში უნდა ჩავიდეთ ქრისტიანობისა და ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჩვენგანი კიდევ ერთხელ ვიმეორებ გახდეს ღვთის ტაძარი, რომ ჩვენში ღმერთმა დაივანოს. და აი აქ რომ ამბობს, რომ უფლის სიტყვა მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა, მაშინ გავრცელდება ის ნამდვილი მადლიანი ღვთის სიტყვა ქრისტესი საქართველოში, როცა ნაყოფები იქნება სწორედ აი ეს, რომ ადამიანების გულში დაიწყებს დამკვიდრებას და მოწაფეები ივსებოდნენ სიხარული და სულიწმინდით, როცა ჩვენ აღსებულნი ვიქნებით ქრისტეს მიერ სიხარულით და სულიწმინდით. აღსებულნი. აი მაშინ თუ ასე ვიქნებით, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ არ მოვკვეთ იოანე ნათლისმცემლის თავს, ჩვენ არ მოვკვეთ თავს სინდის და ჩვენი დღევანდელი დღის აი აქ შეკრება და აი დღესასწაულია, ხო? მარხვა არ გასაგებია, რომ ტკივილს უკავშირდება, მაგრამ უდიდესი მეოხი შეიძინა კაცობრიობა იოანე ნათლისმცემლის სახით, ის ჩადის ჯოჯოხეთში ქრისტემდე, სანამ ქრისტე ჩავა ჯოჯოხეთში, ის მანამდე ჩადის ჯოჯოხეთში და ამზადებს იქაურ ჯოჯოხეთში მყოფ მკვიდრთ ქრისტეს მისაღებად და შესაბამისად ეს დღესასწაულიც არის გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ქრისტე მერე რო ამოიყვანა მართლები, იოანე ნათლისმცემელიც ამოიყვანა. მაგრამ დღესასწაული იმ შემთხვევაში იქნება ჩვენთვის დღევანდელი დღე, თუ ჩვენ პირადად, ჩვენ ინდივიდუალურად, ჩვენს გულში და მთლიანად ერი თუ არ მოვკვეთ იოანე ნათლისმცემლის თავს. არ ვიქნებით მისი მკვლელების გვერდზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი უშუალო მკვლელი მას პატივს სცემდა. დღესაც სახარებაში წავიკითხეთ იროდი მეფე და მაინც თავი მოკვეთა. ეს სოფხედელობრივი შეუთავსებლობა იყო. და თუ არ გვექნება იოანესთან სოფხედელობრივი შეუთავსებლობა, თუ მის სიტყვებს დავიჯერებთ, რომ შევინანოთ, რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველი ცათა, ანუ შევინანოთ, ანუ მეტამორფოზის პროცესის მდგომარეობაში ვიყოთ, რომ მივიღოთ სასუფეველი, ანუ იესო ქრისტე ჩვენს გულში. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.